თბილისთან ახლოს სულ რაღაც 50 კილომეტრში სოფელ კოჭბანში გასტრონომიული სივრცე მდებარეობს, რომლის სერვისიც ორიენტირებულია იმაზე, რომ თითოეულმა მომხმარებელმა დამსვენებელმა თუ სტუმარმა თავი იგრძნოს ოჯახში, სადაც მასპინძლობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულება. Როგორ ხვდებიან სტუმარს კოჭბანში, რა არის გასტრონომიული სივრცის მთავარი მიღწევა და რა გეგმებია, მათ შორის როგორია არსებული მოთხოვნა. ანა ზაალიშვილი, გასტრონომიული სივრცის დამფუძნებელია დღეს ჩვენი სტუმარი. ანა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. გამარჯობა, პირიქით მადლობა მოწვევისთვის. ანა, უპირველესად მინდა დავიწყოთ 2024 წლის მიმოხილვით და შეჯამებით. Როგორი იყო ობიექტისთვის 2024 წელი და ზოგადად გასტრონომიული მიმართულებით რა არის ის მთავარი, ასე ვთქვათ, სირთულეები, მათ შორის მიღწევები, რაც არსებობს ინდუსტრიაში და საქართველოში ამ მიმართულებით. 2024 წელზე რა შემიძლია გითხრათ? მე მგონია, რომ 2024 წელი ეს არ იყო ის წელი, რომელთაც შეიძლება ზოგადად ინდუსტრია მიამაყოს. ცოტა ხმამაღლა გამომივიდა ახლა ინდუსტრიაზე საუბარი, თუმცა ვთვლი, რომ მაქვს რაღაც გამოცდილება და ურთიერთობები ინდუსტრიის ისეთ წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩვენაირად პოზიციონირებენ ქართულ ბაზარზე. თუმცა, მოდი მე ჩემ ობიექტზე, კოჭბანის გასტროსივრცეზე გავამახვილებ, რა თქმა უნდა, ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეტნაკლებად საინტერესო წელი გქონდა, ალბათ მოლოდინები მეტი გქონდა. ჩვენ ტერიტორიაზე გვაქვს განთავსებული 3 განსხვავებული დიზაინის ხის კოტეჯი. განსხვავებულში გულისხმობ იმას, რომ მოგეხსენებათ ძალიან ბევრი კოტეჯები არის ქართულ ბაზარზე საბედნიეროდ. ძირითადად მათი სტილი არის იდენტური, რაც მე ძალიან მომწონს, თუმცა ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ჩვენი კოტეჯები განსხვავებული სტილის არის, ჩვენი კოტეჯების დიზაინიც განსხვავებული სტილის არის. არის რაღაცა დეტალები, რომელიც ძალიან უნიკალურად არის ამ კოტეჯებისთვის შერჩეული. თუმცა მაინც ჩვენი მთავარი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვქვია კოჭბანის გასტროსივრცე, რომელიც მდებარეობს სოფელ კოჭბანში, თქვენ ახსენეთ. ასევე ეს სივრცე მდებარეობს თბილისთან ძალიან ახლოს, თუმცა მოგეხსენებათ, კოჭბანი არის ძალიან პატარა სოფელი, ისეთი არა მაღაზიები, არა კაფეები, არა მეღვინეობები, ამიტომ ფაქტიურად ეს ამ სოფლისთვის იყო ძალიან დიდი და არის ნიშა, რამაც შეიძლება ცოტა გააცოცხლოს სიტუაცია რეგიონში. კი ბატონო. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ რაღაცა გასტროს მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოგეხსენებათ, რეგიონში ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით. ამიტომ ხა ამაზე თვალის დახუჭვა და ჩვენ კარგად ვართ და ესე იგი ყველაფერი კარგად არის, ეგრე არ არის თავისთავად. სოფელს ძალიან უჭირს განვითარება. ფაქტიურად სოფელი იცლება. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის და ვაკეთებთ ყოველ შემთხვევაში და მაქსიმუმში რა თქმა უნდა გულისხმობ იმას, რომ ვიღაცის მაქსიმუმი სხვა არის, ჩვენი მაქსიმუმი რა თქმა უნდა სხვა არის. ამიტომ რაც ჩვენი მაქსიმუმი არის, ჩავთეთ ადამიანები, მაცხოვრებლები, რომლებისთვისაც ჩართვაში ვგულისხმობ მათგან პროდუქციის შეძენას, რაღაც мотиваციის მიცემას, რომ წერა სოფელში შეიძლება რაღაც გააკეთო და სოფელში საჭირო არიან ადამიანები, რომლებსაც თავისი მეურნეობა აქვს, თავისი ფერმა აქვს, რაღაცას აკეთებენ ეს ადამიანები და მათი გამოყენების გარდა გაჩნდა რაღაც სივრცე, რომელმაც მათგან დაიწყო პროდუქტების შეძენა. ეხლა რომ დავუბრუნდეთ ცოტა უკან რომ წავიდე, ჩვენ რას ვთავაზობთ, ჩვენი მთავარი მიმართულებები არის სადილი და ბახშამი. ტერიტორიაზე თქვენ როდესაც გვესტუმრებით, დაგხვდებათ ჩვენი მეფუტკრეობა, დაგხვდებათ ჩვენი მეურნეობა და ფერმა. ეს ყველაფერი მდგომარეობს, ამ ყველაფრის თავი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი კონცეფცია არის ფერმიდან სუფრაზე. შესაბამისად, მოსულ სტუმარს ჩვენ აუცილებლად ვახვედრებთ მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც მოყვანილი არის ჩვენ მეურნეობაში. ამიტომ ჩვენი ხიბლიც რეალურად მდგომარეობს მაგაში. თქვენ ხა ზაფხულში თავისთავად უფრო მრავალფეროვანია ჩვენი შემოთავაზებები, ზამთარში უბრალოდ მეურნეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ის ცოცხალი ბოსტნეული შემოგთავაზოთ, რომელსაც ზაფხულში გამორჩეულად განსაკუთრებული გემო აქვს. ამიტომ კოტეჯები ჩვენი, ესე რომ ვთქვათ, მთლად საინტერესო არის, მაგრამ არა იმ გაგებით, რა გაგებითაც არის გასტრო. გასტროში გულისხმობ იმას, რომ ჩვენ ახლა გარდა სადილის და ვახშმისა, ჩვენთან მოსულ სტუმარს ვთავაზობთ ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას. ერთი არის ესე ვიტყვი wild tour, რასაც ქვია, მივდივართ ტყეში, ვეძებთ ტყის სოკოს, ვეძებთ ტყის ხილს, ისეთ გამორჩეულ რაღაცებს პოულობთ ტყეში, რასაც შემდგომ ჩვენი სტუმარი ჩვენთან ერთად ამზადებს, როდესაც უკან ბრუნდებით. გარდა ამისა, ადგილზე გვაქვს მასტერ-კლასები, როგორიც არის
თაფლის ამოღების მასტერკლასი, მაგალითად ძალიან საინტერესო მასტერკლასი გქონდა ჩვენ იაპონელ სტუმრებთან ერთად, სუნელების დაბქვა შერევის მასტერკლასი ქართულ კერძებში, რომელიც ახლა მარია მიფიქრებ, რომ აი ძალიან ოკეია რა, ხო, აი ისეთი არაფერი. ამ დროს ისეთი საინტერესო და აღმოვაჩინეთ, რომ გვაქვს იმდენად ბევრი სუნელი, თურმე, იმდენად ძალიან დიდი დატვირთვის და ძალიან დიდი მნიშვნელობის არის, რომ რაღაც ნაწილში ვფიქრობ, რომ არა ეს ტურისტები შეიძლება მეც ესე სიღრმისეულად არ გამეცნო ჩემი თავისთვის, თუ რამდენად უნიკალური კერძები გვაქვს საქართველოში, რომელსაც ასევე ჩვენი უნიკალური სუნელებით კიდევ უფრო უნიკალურს ვხდით. კი ბატონო, მოკლედ ობიექტი დამსვენების სტუმარს თავაზობს სრულ ამ გასტრონომიულ გამოცდილებას, ხო, რაც თქვა საქართველოს კულტურას. კი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ არ გავამახვილე რაღაცა კოტეჯებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი ტურისტი და თავისით ვერ შემოვა ეს ტურისტი თავისთავად, თუნდაც შემოვიყვანოთ ისეთი ტურისტი, ანუ მართლა ეხა ეთერამდე მე და შენ ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით, რომ ის არ არის მხოლოდ ჩემი პრეროგატივა, მე მარტოს არ შემიძლია მოვძებნო და ჩამოვიყვანო ისეთი ტურისტი, რომელსაც გასტრონომიული გამოცდილების მიღება უნდა, ცოტა აქ ტყეში სიარულიც აინტერესებს, ცოტა ეს რაღაცა გაუკვალავ ბილიკებზე ციulis შენთან ერთად და ხო ანუ რაღაცა ტურში მაქვს ისეთი მიმართულება, როგორიც არის გადამფრენი ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა. ეხა ხო რაღაც ყველას გაგვეცინება მაგაზე, მაგრამ იცი რა მაგარია? აი მართლა ძალიან საინტერესო არის და ესეთი ტურისტი ცოტა სპეციფიური არის. კი ბატონო, რომელი ქვეყნის დამსვენებელია ასეთი, რომელსაც მაქსიმალურად აინტერესებს ის სერვისი, რასაც თავაზობს სივრცე? რა თქმა უნდა, გამორჩეულად ეს ხდება ევროპული ქვეყნებიდან და ამერიკიდან. თუმცა მე ვუსმენდი ეკას, რომელიც ჩემ წინამორბედი იყო თქვენ გადაცემაში და თქვა, რომ ევროპელი ტურისტები ფაქტიურად არ ყავთ. ეს არ არის ეკას პრობლემა, ეს არ არის ბორჯომის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა, რომ ქვეყანა ფიზიკურად ვერ ახერხებს დააინტერესოს გადამხდელ უნარიანი ტურისტი, რომელსაც ცოტა განსხვავებული გემოვნება აქვს და შეიძლება არ დაინტერესდეს საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში დასვენებით და რაღაც სხვა მოძებნოს. შესაბამისად, ტურისტი, რომელიც თბილისში ჩამოდის, მას უწევს, გამოიყენოს ისეთი სასტუმროები, რომელიც ისეთ საერთაშორისო სასტუმრო არის და მანამდე თქვი, რომ ძალიან რთულია საერთაშორისო სასტუმრომ ქართული კულტურის ღრმა რაღაც ნიშნები დაგანახოს. ამიტომ თუ ჩვენ არ ვიმუშავებთ სათანადო უწყებებთან ერთად და ისინი ჩვენთან ერთად არ იმუშავებენ ისეთი ტურისტის დაინტერესებაზე, რომელსაც პირდაპირ გასტრო აინტერესებს, ფიზიკურად ეგეთი ტურისტი არ გააჩნია ქვეყანას. არაბული ქვეყნებიდან ჩვენ ყავს ტურისტები, რომლის სტატისტიკაზეც დგას მთელი ქვეყანა, რომ ჩვენ ბევრი სტუმარი ყავს, ჩვენ ბევრი დამსვენებელი ყავს, უბრალოდ ეს არ დგას მეტნაკლებად გემოვნებიან სტუმარზე, ეს სტატისტიკა ძირითადად. და შესაბამისად, ჩემი მიმართულება არაბული ქვეყნებისთვის არ არის საინტერესო და მე არასდროს არ მახსენდება მომენტი, როცა ჩვენ ვუმასპინძლეთ რომელიმე არაბულ ჯგუფს, ან ოჯახს, ან სამეგობროს, ან რამებს გავს. ისინი არ არიან დაინტერესებულები და ამ დროს მე თვითონ რომ არ ვიცოდე რა ხდება რეგიონში და უბრალოდ რა უნიკალური გასტროსივრცეებია და რა უნიკალური ადამიანები აკეთებენ თავისი ძალებით ბიზნესს და გასტროსივრცეებს და რეებს სთავაზობენ მომხმარებელს. ალბათ ვიტყოდი, რომ ეს მიმართულება არ არის საქართველოსთვის ძლიერი მხარე და ალბათ ამიტომ არ ყავს. თუმცა პოტენციალი არის ნამდვილად. პოტენციალიც არის, განხორციელებლებიც არიან და უბრალოდ ჩვენ რომ მეღვინეები ყავს და ჩვენ რომ კულინარები ყავს, ესეთ ქვეყანას ვერ ნახავ მარია, რასაც აკეთებს საქართველოში რეგიონი. ან აქედან გამომდინარე თქვენი შეფასებით რა გვჭირდება იმისთვის ქვეყნის ჭრილში რომ უფრო საინტერესო გავხდეთ ევროპელი დამსვენებლისთვის, აი როგორ უნდა მოვიზიტოთ თქვენი აზრით ეს სტუმრები? იქიდან გამომდინარე რომ ბევრნი ვართ, ვინც გასტრომიმართულებით რაღაცებს აკეთებენ, რაღაცებს კი არა, პრინციპში ქვეყნისთვის ძალიან ნიშნულ რაღაცებს აკეთებენ და არა მარტო რაღაცებს, ისევ და ისევ კერძო ბიზნესს და მცირე ბიზნესს ფიზიკურად არ გააჩნია იმის რესურსი, რომ მარტო მადგეს დაუკავშირდეს, ხო, აი პრაქტიკულად როგორ ხდება, ხო, რომ დაუკავშირდეს, ვის უნდა დაუკავშირდე? ამაზე ხო ხდები პასუხი არავის არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. სათანადო უწყებები თუ
არ ჩაერთვებიან გასტროთი დაინტერესებისთვის, დაინტერესებით. უბრალოდ გამორიცხულია, რომ ჩვენ თუ ერთ მაგიდასთან არ დავსხლებთ, ისინი ჩვენ აზრს არ გვკითხავენ და ჩვენ არ ვეტყვით ამის განვითარებისთვის რა არის საჭირო. ბევრ ადამიანს მეურნეობის გაფართოება უნდა, ბევრ ადამიანს მეფუტკრეობის გაფართოება უნდა, რაც უფრო გავფართოვდებით, მეტი ტურისტის მიღებას შევძლებთ, ხომ? ჩვენ, ეხა, იცი არის, აი, ჩემ ყურამდე რაც მოდის და მე რასაც ვუყურებ, ჩვენი სათანადო უწყებები, არ ვიცი, რაღაცა გაურკვეველი დასახელების ევროპელ ინფლუენსერებში ვდებთ უდიდეს რესურსს, უდიდეს თანხებს. არის მე ეს შედეგიანი. მე ყოველ შემთხვევაში მოსული არავინ მინახავს ნამდვილად, იმიტომ რომ მე მუდმივად სტუმარს ვეძებ ჩემი ძალებით, აი უხეშად რო ვთქვა, რაღაცა ქართული ესეთი ნაცნობობით, ხო? ჩვენ ჩამოვიყვანეთ საქართველოში ჯეიმი ოლივერი, რომელიც ოკეი, ძალიან ცნობილი არის, ძალიან მაგარი ტიპი არის, მაგრამ ნუ საქართველოში სადაც ცხოვრობს უზომოდ ცოტა ადამიანი, ეგეთი ჩამოყავს ადამიანი, რომელსაც ვუხდით 3 მილიონს. მოდი ამ შემთხვევაში მის რეგალიას ვიტყვი როგორც გასტროინფლუენსერი. ჩამოვიყვანეთ ჯეიმი ოლივერი, გადავუხადეთ 3 მილიონი, წავიყვანეთ ქალაქ გარეთ, გემრიელად გავასინჯეთ რაღაცეები და საბოლოო ჯამში მის ვიდეოს აქვს 11k ნახვა. რაც იმდენად უნიშოდ იყო ეს ადამიანი ჩვენთან ჩამოყვანილი და დაპატიჟებული და იმდენად საერთოდ გასტრომემართულებით არაფრის მომცემი არ იყო მისი სტუმრობა, რომ რამდენიმე ადამიანმა ჩვენაირი ტიპის გასტროს რომ მკითხოს რა შეიძლება გაკეთდეს, ჯეიმი ოლივერი თავის დროზე ძალიან მაგარი იქნებოდა. ძალიან მაგარი, მაგრამ იცი არის მე სასაჭიროებები. მე და შენ რო წავიდეთ ეხა გეხვეწები კარგ ქვეყანაში ძალიან გემრიელად რო გაგვიმასპინძნენ კარგადაც რო ვიცხოვროთ ეხა მეც ვიტყვი რომ ძალიან კარგი იყო თქო რა თქმა უნდა ძალიან კარგის თქმა არ ყოფნის მაგის თქმა მინდა ხვდებით და შესაბამისად რაღაცა 4 თუ 5 კულინარი შეხვდა ამ ჯეიმი ოლივერს მე იმათმა გასთორეს ანუ ეს კაცი დარჩა Instagram Store-ში ხალხში რა ესე ან მასტერკლასი ან რაღაც რა შეიძლება საერთოდ გააკეთეს ანუ ერთი ჩამოსვლით როგორ შეიძლება რაღაც მიიღოს ქვეყანამ და ქვეყანამ რომელსაც ამ დღეს მდგომარეობის რეპუტაცია საერთოდ შელახული აქვს მე არ მაქვს ამ შემთხვევაში არანაირი გამართლება სამწუხაროდ მისი სტუმრობის, როდესაც მისი ინტერესი საერთოდ არ იყო აქ სტუმრობა. საერთოდ არ იყო. და შესაბამისად, ანუ საქართველოს ისევ რაღაც ჭრილში დარჩა. არაფერი არ შეიცვალა, ანუ პასუხი რა უნდა შეცვლილიყო, ამაზე ის ორგანიზაცია, რომელმაც ჩამოიყვანა, ვერ გაწვდის. კი ბატონო, და არც შედეგებია დათვლილი, რაც შედეგები საერთოდ არ ითვლება. საერთოდ არ ითვლება 11 კარო გაქვს ნახვა. ძალიან სირცხვილია ჩემი აზრით. და ამაში ამხელა რესურსის ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო. ხო, ეს ადამიანი ახლა თავისთავად ვიღაც 10 ადამიანთან ერთად დადიოდა ქვეყნის მასშტაბით. მეც ფანტასტიკურ რეკლამას გავაკეთებ ჩემში 3 მილიონი ინვესტიცია რო ვიღაცამ განახორციელოს. მე კი არა, თქვენს გააკეთებთ და ნებისმიერი ქართველი, მე თქვენ ისეთ ადამიანებთან წაგიყვანთ რეგიონში, ისეთ ადამიანებს განახებთ, რომლებიც დღეს ესეთი ცნობილები არ არიან, გაგიკვირდებათ როგორ შეიძლება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას ესეთი პრობლემები ქონდეს, როდესაც ესეთი ადამიანები აკეთებენ დღეს საქმეს. მაგრამ არ ხდება ამ ადამიანების პოპულარიზება. ძალიან კრიტიკული გამომივიდა ახლა ამ კითხვაზე პასუხი და ცოტა მძიმე იყო ჩემგან, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც ჩვენ ძალიან გვაზიანებს და უკვე იგრძენით ეს შედეგები, რაც ხდება. ცალსახად ეს ცალსახადნათელია, ტურისტები, რომლებსაც ჩვენთან ჰქონდათ ჯავშნები, იცი არის დროებით არ არის მათთვის კომფორტული, მათ ეყოთ დიპლომატია, საიმისოდ რომ თლად პირდაპირ ჩვენთვის არ ეთქვათ რომ თქვენ თუ არ დაალაგდებით სამწუხაროდ თქვენც არ წახვალთ არსად, როდესაც ესეთი მდგომარეობა არის, თქვენც არ წახვალთ არსად, როდესაც ხედავთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში სიტუაცია ძალიან მძიმდება. და საერთოდ მეორე კიდე არის განწყობა რა, ეხლა ხვდები, არ გაქვს განწყობა, რომ ვიღაცა მოიწვიო და უთხრა, რომ იცი რა ყველაფერი არის კარგად, როდესაც არაფერი არ არის კარგად. და შესაბამისად პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს. ახლა რა ვითარება
ობიექტი რამდენად აქვს ჯავშნები ზამთრის პერიოდში? აი, როგორია დატვირთულობა, აქტივობა? მე ერთი დეტალი მინდა რომ აღვნიშნო, რაც ამ ცოტა მძიმე სიტუაციაში ძალიან მახარებს ხოლმე და მაბედნიერებს, რა ქართველმა დამსვენებელმა დაიწყო დასვენება. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ თუ ვიყავით რაღაცა ტურიზმზე მიბმული, ეხა რაღაც მოდი 30-70-ზე და 30% ქართველმა მომხმარებელმა დაიწყო დასვენება. და საკუთარი ასე ვთქვათ ახლა. ხო, რაღაცა ქართველები დაინტერესდნენ აი ამ გასტრონომიული მიმართულებით. ქართველები დაინტერესდნენ არა ძალიან ლაქშერული დასვენებით, ამიტომ ჩვენ ძალიან მე ვატარებ პირადად მათთან ძალიან დიდ დროს, როდესაც ისინი ჩვენთან სტუმრად ჩამოდიან. იმიტომ ჩვენი კონცეფცია ეგეთი, ჩამოხვედი და მიირთვი და წახვედი არ არის რა, იქ რაღაც ტყეში მივდივართ როგორც გითხარით, რაღაც გაუვალ ბილიკებს გავდივართ. ამიტომ ამ ადამიანებთან მე პირადად მაქვს ჩართულობა და ცალსახად დაინტერესება წამოსული არის, რომ მოდი რაღაც განსხვავებულიც შეიძლება რომ მოინახოს. ამიტომ ეხლა რა სიტუაციაც არის, იცი არის, თან არის ზამთარი და ვერ გამომაქ, ეხლა ცოტა ისეთი დასკვნები რა შეიძლება და როგორ შეიძლება იყოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დამსვენებელს და უბრალოდ სტუმარს თავაზობთ ღია სივრცეში ძალიან დიდ ღონისძიებებს, შესაბამისად გაზაფხულიდან და ზაფხულიდან ჩვენთან უფრო იწყება team building-ები, კორპორატიულები, დაბადების დღეები, იმიტომ რომ მაინც დიდი დატვირთვა ჩვენთან არის ღია სივრცეზე. თავისთავად მასტერ-კლასების სეზონი უკვე ცოტა ზაფხულში მოდის, იმიტომ რომ თაფლის ამოღების სეზონი ზაფხული არის და იმდენად ნაბიჯ მივყვებით რაღაცებს, რომ თან მთელი ჩვენი ალბათ იდეაც არის ეს ავთენტურობა, ხო ხვდებით? ანუ ჩვენთან მოსულ სტუმარს დახვდება ის, რაც ასე რომ ვთქვათ, დახვდება. ან თვითონ უნდა გადაწყვეტოს მე იქ რისი გაკეთება მოესურვება და რა მოეწონება. შევა მეურნეობაში მოწყვიტავს რაღაცას და იქვე მიირთმევს თუ ხო ხვდებით? იმდენ თავისუფლება აქვს, თავადაც შეუძლია წავიდეს და სოფელში ისეირნოს. ანა, გეგმებზე მინდა აუცილებლად გკითხოთ. რთული ვითარებიდან გამომდინარე, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, არ არის მარტივი გეგმები დასახო, რაღაც სამოო პროგნოზებზე გააკეთო აქცენტი, თუმცა აი განვითარების რა გეგმა გაქვთ, რა ეტაპზე ხართ და როგორ ფიქრობთ საიწავა ეს? იცი რა არის ძალიან რთულია ეხლა რაღაც კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრო და გითხრათ რომ იცი რა არის ჩვენ ზაფხულში ველოდებით იმდენ ტურისტს რომ ვარსკვლავებს მოუწყვიტავთ, ვერაფერს ვერ მოუწყვიტავთ, სანამ ეს ამბები ქვეყანაში არ დარეგულირდება. ჩვენ პირდაპირ მიბმული ვართ, ტურიზმის ინდუსტრია პირდაპირ არის მიბმული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ამიტომ ეხლა მე რა თქმა უნდა ძალიან ისეთი ძალისხმევით ჩართული ვარ ტურისტულ კომპანიებთან და ვცდილობ რომ ჩვენ ავუხსნათ იმ ტურისტებს რომელსაც უნდათ რომ საქართველოში ჩამოვიდნენ რომ იცი რა არის მოდი მაინც ჩამოდით მოდი რაღაცას მოვახერხებთ აუცილებლად და თან იცი რა არის თავისთავად ახლა ჩვენ ყველას გვაქვს განცდა რომ ეს ყველაფერი ზაფხულამდე არ გაგრძელდება და მართლა რაღაცა ქვეყანა დაემსგავსება სახელმწიფოს და დავიწყებთ ამ ყველაფრის თავიდან აშენება. სამწუხარო ამბავი არის ის, რომ ნამდვილად ასაშენებელი იქნება თავიდან ის რეპუტაცია, რომელიც ეხა ფაქტეურად არ ვიცი ზღვარზეა ჩამოსული. საქართველოს არ შედის სამწუხაროდ იმ ქვეყნების სიაში, სადაც მოგზაურობის სურვილების რაოდენობა დიდია. და ეს სტატისტიკებით დასტურდება და არა ჩემი კი ბატონო, მათ შორის ამავე სტატისტიკაში ვხედავთ ევროპელების შემცირებულ ნაკადებს. ძალიან ევროპელი ტურისტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მას აქვს მრავალმხრივი დაინტერესება. მე მუდმივად ამას ვამბობ, რომ ევროპელ და ამერიკელ ტურისტთან დროის გატარებაც ძალიან ხარისხიანია. ძალიან კარგად იცი, კარგად აფასებენ რა სერვისებსაც თავაზობ და ზოგადად დაინტერესებული არიან მოიძიონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ესე მაინც და მაინც შეიძლება ღია არ იყოს. და ცნობადობა ეს თორემ მაღალი არ კონდეს და შესაბამისად რეგიონი რომელიც ჩვენ გვაქვს რომელიც არის უნიკალური და გავიმეორებ რომ ამას ვერც ერთ ქვეყანაში და ვერც ერთ სახელმწიფოში თქვენ ვერ მოწებნით რაც არის საქართველოს უნიკალური ბუნება და უნიკალური კულტურა რაც ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის მუდმივად შთამბეჭდავია ძალიან გვიჭირს რომ მივიტანოთ და ვანახოთ რომ ეს არის უნიკალური. კი ბატონო.
ანა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის, საკმაოდ საინტერესო საუბრისთვის, მოკლედ წარმატებები და მოვიკითხოთ ხოლმე გეგმებს, მათ შორის მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გამოცოცხლებულ ნაკადებს, რომლის იმედიც გვაქვს. იმედი აუცილებლად გვაქვს, შესაძლებლობაც გვაქვს, პოტენციალიც გვაქვს და პირიქით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გელოდებით. აუცილებლად ადგილზეც გესტუმრობით. მადლობა კიდევ ერთხელ ანა ზაალიშვილი, გასტრონომიული სივრცის კოჯბანის სახლის დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.